სასარგებლო იდიოტებზე მინდა გესაუბროთ. პრაქტიკულად ყოველ დღე ვიღებ მესიჯებს და მინდა რომ ზოგადად ამ ხალხზე ვილაპარაკო. 5 წლის ვიყავი სულ პირველად რომ შევესარი აი იმ დიდებულ დღეს და რეფერენდუმს, როცა ჩვენმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება. მთელი მოსახლეობის, მთელი საქართველოს, სოუდან მაწიმამდე მანძილის ყველა მოქალაქემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბჭოთა კავშირიდან უნდა გამოსულიყავით. მაშინ არჩევნებში მონაწილეობა, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 90%-მა. და ამ 90%-ის 98%-მა ხარი დაუჭირა რეფერენდუმის ერთადერთ კითხვას. ბედნიერი დღე, იმედიანი თვალები, რომ ჩვენ ვიქნებით თავისუფალი და დამოუკიდებელი. სულ რამოდენიმე თვეში დაიწყო პირველი დაპირისპირება. სულ რამოდენიმე თვის შექმნილ საქართველოს სახელმწიფოს მოუწია პირველი შეტაკებები თავისივე თანამოქალაქეებთან, პირდაპირ, წახალისებული სეპარატიზმი შიდა ქართლში, ან ზემო ქართლში, ცხინვალის რეგიონში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ ეთნიკური ოსები, დაქირავებულებიც და ქართველებიც, რომლებმაც ზოგმა იარაღით ხელში, ზოგმა თავისი პროფესიული საქმიანობით ხელი შეუწყო მტერს და მტრის საქმიანობას. ჩვენ მაშინ რეფერენდუმის დღეს წარმოდგენა არ გქონდა რა ძალა გააჩნდა არა მხოლოდ ისკანდერს და ტოჩკა უს ან რუსულ ჩექმას, ასევე შიდა ღალატს. გავიდა სულ რამოდენიმე თვე და ჩვენ რასაც ქვია წისქვილის ქვა დაგვიტრიალეს თავზე. ისევე ჩვენიანების ხელით. შემდეგ იყო აფხაზეთის ომიც. 13 თვე რომ პრაქტიკულად მარტო ვუმკლავდებოდით. არა აფხაზურ სეპარატიზმს, რომელიც ჩვენთვის არ იყო ეს დაუძლეველი, არამედ მთელ ჩრდილო კავკასიურ თავდასხმას, რომელიც დაქირავებული მებრძოლების სახით იყო, რუსეთის ფლოტის მონაწილეობით იყო, ავიაციის მონაწილეობით და რუსული ჩექმის პირდაპირი მონაწილეობით ჩვენს წინააღმდეგ. საბოლოოდ ჩვენმა საშუალოდ ყოველმა მეათე მოქალაქემ დაკარგა სახლი. დაკარგა, რაც კი გააჩნდა ყველაფერი. აღარაფერს ვამბობ იმ დამცირებაზე, შეურაცხყოფაზე, გაუპატიურება, მკვლელობა, ოჯახის წევრების დაკარგვა თუ დამარხვა. ხალხმა არა მხოლოდ თავისი სახლი და სოფელი დაკარგა, ან ქალაქი, ქვეყანაც დაკარგა, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა აფხაზეთის ომის დროს და შემდეგ ქვეყანა დატოვა და დღემდე ემიგრაციაშია. მათი შვილებიც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. მათი შვილიშვილებიც იქ დაიბადნენ. და გაკავშირშია ეს სასარგებლო იდიოტებთან. ყოველდღიურად ვიღებ მესიჯებს, სადაც მე მლანძღავენ იმის გამო, რომ რუსეთი მძულს. როგორ უნდა მიყვარდეს სხვა ქვეყანა, უბრალოდ მე არ მესმის, მაგრამ რუსეთი რომ მძულს, აი ამის გამო. და დღესაც მივიღე მესიჯი, რომელიც არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის. ადამიანმა, რომელმაც დაკარგა სახლ-კარი, ცხოვრება, მომავალი, მისტირის იმ ქვეყანას, რომელმაც ეს ყველაფერი გაუკეთა. მესმის, რომ სამშობლოს ღალატი ჩვეულებრივ სტატისტიკურ მოვლენად იქცა ბევრისთვის. მეც მაბრალებენ ზუსტად იგივეს, რაც თვითონ ელანდებათ ან ოცნებობენ. მაგრამ აი ისეთ გაჭირვებაში არიან თან, ისე უჭირთ სოციალური დონე იმდენად დაბალი აქვთ, რომ ვერ წარმომიდგენია ისინი ფულის გამო ღალატობდნენ ქვეყანას. ისინი არიან სასარგებლო იდიოტები. კი, საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს, საბჭოთა კავშირისგან გამოყოფას მხარი დაუჭირეს, მაგრამ დღემდე რუსეთს მისტირიან და რუსეთს ვერ შორდებიან. სასარგებლო იდიოტია ასეთი ადამიანი. მტრის საქმის შემსრულებელი საუკეთესოდ, რომელიც არანაირ სარგებელს არ იღებს, მაგრამ ემსახურება მტერს. სულ ეს იყო.